ღმერთი არის ყოველგვარი სიხარულის წყარო. ღმერთი ანიჭებს ადამიანს ბედნიერებას, სიმშვიდეს. ბედნიერებას და სიმშვიდეს და სიხარულს ადამიანს რაღაცა მაინც და მაინც ეს გართობა კი არ ანიჭებს. შეიძლება ადამიანი გარეგნულად ძალიან კარგად გამოიყურებოდეს, კიდევაც იღიმოდეს, კიდევაც თამაშობდეს, მაგრამ გულში შეიძლება სიმშვიდე არ ქონდეს. ასეთი რამეც ხდება. და გულში სიმშვიდე იმ ადამიანს აქვს, ვისაც გულში ღმერთი ყავს. ვინც თავის სინდის არ ატყუებს, კეთის სინდისიერად ცხოვრობს. ერთ-ერთი წმინდა მამა ასეთ რამეს ამბობს. წმინდა აბა დოროთე არის ერთი ასეთი წმინდანი და ასეთ რამეს ამბობს. თუ ადამიანი მშვიდობის ღირსიაო, ღმერთი სარკინოზის გულსაც კი მოდრექსო. ანუ ეს იცი რას ნიშნავს, აი დავუშვათ, შენ ტყვეთ ჩავარდი სადღაც და ჯალათების წინაშე გეხარ და შენს წამებას აპირებენ, შენ შეურაცხყოფას, აბუჩა დაგდებას, მაგრამ შენ თუ მშვიდობის ღირსი ხარ, ღვთის წინაშე თუ ისე ცხოვრობ, რომ ხარ ამ მშვიდობის ღირსი, ღმერთი იქ მშვიდობას მოგანიჭებს მაინც და იმ სარკინოზის, იმ ჯალათის გული მოიდრიკება და შენ არაფერს არ გავნები. მაგრამ თუ ადამიანი მშვიდობის ღირსი არ არისო, სამოთხეც რო შეიქმნას თავის გარშემო, მშვიდობა არ ექნება. დავუშვათ, აი ადამიანს სინდისი აწუხებს, რაღაცა ცოდვა ჩაიდინა და ესე იგი ქენჯნის სინდისი. როგორი ლამაზი კაბაც არ უნდა ჩაიცვას და როგორი კარგი სუნამოც არ უნდა შეისხუროს სიტყვაზე, სათვალე გაიკეთოს თუ სამკაულები, სინდისი არ დაუმშვიდდება ამით. გესმით რაზეა ლაპარაკი? აი წავიდა მეგობრებთან უნდა გაერთოს. აი სიტყვაზე ვამბობ. დავუშვათ რაღაცა მოიპარა ადამიანი. არავის არ დაუნახია, მაგრამ მან ხო იცის რომ მოიპარა. სინდისი ქენჯნის ამის გამო, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეხლა წავიდა მეგობრებთან ერთობა, ხან გემრიელი, იქ ხაჭაპური შეჭამა თუ იქ წვენი დალია თუ იქ დავუშვათ, აი პატარა ბავშვია იქ ბატუტებზე რო უყარს, წავიდა ბატუტ ცენტრში გაერთო, იქ მერე ტელეფონით ითამაშა, მაგრამ გულში ეს მაინც აქვს, რომ იმ ქურდობის გამო სინდისი აწუხებს, სადაც არ უნდა წავიდეს, სინდის ვერსად ვერ დატოვებს. ყველგან თან დააქვს ეს სინდის და ყველგან აწუხებს. და იმისგან რომ გათავისუფლდეს, უნდა თქვას, რომ უფალო მაპატი, მე შევწოდე. და არა მარტო ეს უნდა თქვას, არამედ ის მოპარული უნდა დააბრუნოს. ისე კი არა, რომ წახვიდა მოიპარო და თქვა შევწოდე და საქმეში არაფერი არ ჩანდეს. ის უნდა დააბრუნო უკან. თუ ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენა, უნდა შენდობას თქო, ბოდიში უნდა მოუხადო. და ადამიანის გულში იქნება მშვიდობა. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ბიბლიური იოსები. თქვენ იცით, რომ იაკობის 12 ვაჟიდან ერთ-ერთი იყო იოსები, ყველაზე პატარა, სანამ ბენიამინი დაიბადებოდა. იოსებისა შურდათ თავის ძმებს. თქვენ ახლა ეს ისტორია იცით, უბრალოდ გახსენებთ, რაც მოხდა. შურდათ თავის ძმებს და ნახეთ რა მოხდა. უნდა მოეკლათ, მამამ გაგზავნა იოსები, რომ მისულიყო თავის ძმებთან, რომელიც ხარს მწყემსავდნენ და მიეტანა საკვები. და რომ დაინახეს იოსები, ახლა ნახეთ რის გამო შურდათ. იოსებმა ნახა სიზმარი თითქოს ძნებს უკონავდითო და თქვენმა ძნებმაო ჩემსას თავი დაუკრეს, თავი დაუხარესო და როგორ ჩვენო ჩვენ უნდა თაყვანის გცეთო, თავი უნდა დაგიხაროთო, ჩვენო ჩვენზე მეტი ხარო? ამიტომ შეიძულეს თავისი ძმა. და როდესაც მამამ გაგზავნა თავის ძმებთან, მათ გადაწყვიტეს რომ მოეკლათ. და უფროსმა ძმამ თქვა რუბენმა, მოდიო არ მოკლათო, რას მოგცემსო მისი მოკვლავა? ჩავაგდოთო ჭაშიო და თვითონ ფიქრობდა რომ მერე ჩუმად ამოიყვანდა და სახლში დააბრუნებდა. ჭაში ჩავაგდოთო და მოკლედ მოხდა ისე რომ უფროსი ძმა რუბენი რო იქ არ იყო, ამოიყვანეს ძმებმა იოსები და ეგვიპტეში აქლემები მიდიოდნენ და იმ ვაჭრებს გაატანეს, გაყიდეს იოსები. ნახეთ, აი იოსები სიმშვიდის ღირსია, მაგრამ ესე იგი
მას თითქოს უბოროტეს, მაგრამ იქ სადაც გაყიდეს იოსები, პეტეფრე იყიდა, ესე იგი და თავის ოჯახში ყავს. იქაც ღირსეულად ცხოვრობს და იქაც მშვიდობა აქვს იოსებს. მაგრამ მოხდა ისე, რომ იქაც რაღაცა ტყუილად დააბრალეს, საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეს უფროსმა იქაც ესე იგი ზედამხედველად დანიშნა საპყრობილეში. იმიტომ რომ ღმერთი იყო იოსებთან, იოსები სიმშვიდის ღირსია და ყველგან ღვთის მადლი იფარავს. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ საპყრობილედან გამოიყვანეს და მთელი ეგვიპტის მმართველად დანიშნეს. ხოდა ჩვენ ესე იგი უნდა ვეცადოთ, რომ ღვთის მადლი მოვიპოვოთ, აი ღმერთთან სწორი ურთიერთობა გქონდეს და მერე მშვიდობა გექნება ყველგან. შენს კლასში მშვიდობა გექნება, შენს უბანში მშვიდობა გექნება, შენს გულში გექნება პირველ რიგში მშვიდობა, შენს სოფელში სადაც ცხოვრობ თუ ქალაქში. მთავარი აი რომ ადამიანმა ღვთის მადლი არ დაკარგოს. ებრაელებს აქვს ასეთი გამოთქმა. თუ ადამიანმა დაკარგაო სიმდიდრეო, მას არაფერი არ დაუკარგავს. თუ ადამიანმა დაკარგა ჯანმრთელობა, მას კი დაუკარგავს რაღაცა, მაგრამ ამის გარეშე შეიძლება ცხოვრება. მაგრამ თუ ადამიანმა დაკარგა ღვთის მადლი, ესე იგი ყველაფერი დაუკარგავს. აი რა ხოლმე მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მადლი არ დაკარგოდა. მადლი როდის შეიძლება რომ დაკარგოს ადამიანმა, თქვენი აზრით? როდის შეიძლება? ანუ როდის შეიძლება მადლი დაკარგოს ადამიანმა? როდესაც ცოდვას ჩადის და არ ნანობს. როდესაც ცოდვას ჩადის და არ ნანობს. ჩვენ ცოდვას ყოველთვის ჩავდივართ. არ არსებობს ისეთი დღე, რომ ჩვენ ცოდვა არ ჩავიდინოთ. ამიტომაც აი ადამიანი უნდა ხშირად ნანობდეს, უნდა ახსარებას ამბობდეს, უნდა ეზიარებოდეს. თუ დაუშვათ ადამიანი ცოდვას ჩადის და ამის გამო თავს იმართლებს, ესე დაკარგავს მადლს. დაკარგავს მადლს და მადლთან ერთად სიმშვიდესაც დაკარგავს. მაგრამ თუ ადამიანს გულში ღმერთი ყავს, ის არასოდეს არ დაკარგავს სიმშვიდეს. იმიტომ რომ ის შფოთი და ის გაურკვევლობა, ის დაუშვათ რაღაცა არეულობა, რაც ადამიანის შიგნით არის ხოლმე, ის დაბნეულობა, ის ეშმაკისგან მოდის. ღვთისგან მხოლოდ სიმშვიდე მოდის. სინანული მოდის საკუთარი ცოდვების გამო. ოღონდ იმ სინანულს თან სიხარულიც ახლავს. განა ისე კი არ არის, სინანული კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს თავპირი ჩამოსტიროდეს. სინანული ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს, აი დაუშვათ ვიღაცამ თომას ფეხი წამოუდო და წააქცია. ადამიანი აცნობიერებს, რომ რატო გაუკეთე ახლა, ეს ხო წაიქცა, ხო ეტკინებოდა, ხო ეწყინებოდა თან ჩემი ესეთ დამოკიდებულება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წუხს იმაზე, რომ თომა ესე გაანაწყენა. და როდესაც წუხს ამის გამო, უკვე გულში სიხარულსაც განიცდის. იმიტომ რომ ღმერთი ესეთ გულს ანუგეშებს, რომელიც წუხს საკუთარი ცოდვის გამო. ეგეთი ამბებია. ახლა თქვენ გეკითხებით, ვართ ჩვენ თავისუფლები თუ არა ვართ? ჩვენ თავისუფლები არა ვართ. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწრაფოთ იმისკენ, რომ გავთავისუფლდეთ. ჩვენ არა ვართ თავისუფლები. ხან ღიზიანდებით, ხან გწყინს, ხან გვენანება, ხან გშურს, ხან გვეზარება რაღაცა. ხან ვამპარტავნებთ. აბა როგორ ვართ თავისუფლები? არც ერთი ადამიანი არ არის თავისუფალი. რაც უფრო ადამიანი ღმერთს უახლოვდება, ის ნელ-ნელა თავისუფლდება. და რაც უფრო ადამიანი ხშირად ამბობს ახსარებას, მასში უფრო მეტად გამოჩნდება ქრისტეს თვისებები.